შაბათს სამწუხაროდ რაღაც ჩემი პრობლემების გამო ოჯახურის ვერ შევძელი, ესე იგი ელექტროინჟინერიის მიმართულებით შეხვედრის მოთხოვა, მაგრამ შემდეგ სამშაბათს ჩვეულებრივად ჩატარდება და ისევ კურსს გავუყვებით, ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა. ესეთი ჩვეულებრივი როგორიც გვაქვს. შემდეგ ხუთშაბათს იქნება, ესე იგი ბატონი ნუგზარი, იმის შემდეგ ვიქნები მე, ხო? და დღეს ისევ, ესე იგი, რა ქვია, დავპატიჟეთ ქეთი დაესწრები. ესე იგი, რა ქვია, ქეთი, ესე იგი, რა ქვია, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო აუდიტორია ჩვენი კოლეგისათვის, დავით ჭყენტისათვის, რომელიც არის ქიმიკოსი. დავით, ეხა რითი ხარ და მოდი ეწოც მე შენ კადრს გამოვიყვან, როგორც წამყვან კადრს და მოდი შენ თვითონ გააცანი, ესე იგი, რა ქვია, ჩვენ დამსწრეებს შენი თავი, ხო? აჰა. დღეს რითი ხარ დაკავებული და დავითი წაიყვანს აი ამ პრეზენტაციას და ჩვენი საუბარის და კითხვების და დისკუსიაც აი ამ სუნამოების, ესე იგი, რაღაც საინტერესო გარშემო იქნება. დაკავებული, როგორც თქვენ ახსენეთ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში თქვენთან ერთად მუშაობ STEM ასისტენტად და ამავდროულად მაქვს სტარტაპი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც გულისხმობს პარფიუმერული, როგორ გითხრათ, ცოდნისა და ვთქვათ, ნაწარმის განვითარებას საქართველოში და ასევე თავისთავად გამრავალფეროვნებას რა. და აი ქართული ნიშის დაჭერას, ასე რომ ვთქვათ. დღევანდელი ჩვენი თემაც ხო, შენ გადახვალ, მაგრამ მე დავუმატებ, რომ შევარჩიეთ, რატო იცით, რომ ეს იქნება ესეთი პირველი შესავალი შეხვედრა ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, ქიმიის მასწავლებლებისათვის საინტერესო იქნება, აი დავფიქრდეთ, იმიტომ რომ გაგეცინებათ და ყველა იყენებს დღეს პარფიუმს რა. მათ შორის სხვათა შორის ჩემი არ ვიცი, 10-12 წლის შვილიშვილები ბიჭები არიან და ფეხბურთზე დადიან, მაგრამ ორივე რაღაც პერიოდულად საუბრობს, რომელ რაღაცას დაისხავს, ხო? ეთყობა ის დასაკში შედიან, ხო, არ ვიცი. ხო, და ზოგადად, რა ვიცი, აი თუ გამოიხედავ მაღაზია, მოკლედ დიდი ნაწილი არის, როგორც ეკონომიკის განვითარებისათვის, მაგრამ ძალიან საინტერესო აქტივობები არის, რომელსაც შემდეგში კიდე შემოგთავაზებთ, ხო? დღეს არ გვიქნება უფრო ამაზე საუბარი, დღეს კონცეპტუალურად ვისაუბრებთ, ესე იგი, რასთან აქვს საქმე. ამ აქტივობებსაც შემოგთავაზებთ, მათ შორის აი ლაივში ამ ლაბორატორიაში და მის მეთოდოლოგიას როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, ესე იგი, ჩვენ გაკვეთილებზე და არა მარტო ლექციების დროს, რა ქვია, კლუბში მუშაობის დროს. მოდი მე გავაზიარებ მაშინ ხო იმ პრეზენტაციას. შენსა და ბარემ დავიწყოთ დავით ამ თემაზე საუბარი ერთი წამით ამას გავთიშავ. აი ეს არის ჩვენი პრეზენტაცია. ერთად სამოსახებ მე ესე დავაყენებ. ბატონო კახა, დრო რამდენი გვაქვს? ჩვენ 5 საათზე უნდა გავჩერდეთ. მე ვფიქრობ, შენ გაქვს დრო სადღაც 1.5 საათი და მე რაღაც გარკვეული შეკითხვები და რაღაც რომ მოვაწყობ, მაქსიმუმ 1.5 საათი უკაცრავად. ესე იგი, მოდი მე ამას ცოტა ესე გავაზიარებ. გავაზიარებ, რომ ეს საშუალება ისე გავაზიარებ, გამოჩნდა ხო? chance. გამოჩნდა, ეხლა გამოვიყვან ამას როგორც წამყვან იმას, ანუ მოკლედ დავფინავ მასეთ და ჩვენ გვინდა რომ ეს ხო, ის წამყვანია, ესე იგი, ძირითად იმას იკავებს პრეზენტაცია, ხო, შუაში ცენტრში. მგონი? კაი, დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. ექსურიის ქიმიაზე ვისაუბრებთ დღეს. დიახ, ესე იგი, დღეს ჩვენ როგორც თქვით, უფრო შესავალი ხასიათი ექნება ჩვენს ამ თემას. ვისაუბრებთ ზოგად, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შემდგომ თუ ჩვენ ამას მოვაყოლებთ გარკვეული ტიპის სერიებს და თქვათ პრაქტიკულ ნაწილებსაც, ეს ნამდვილად დაგვეხმარება, მეტიც ეს იქნება საფუძველი ზუსტად აი ამ იმ მომდევნო ეტაპებისა, ასე რომ ვთქვათ. დღეს ეხლა შემდეგ სლაიდზე რო გადავიდეთ, განსახილველი
პირველი თემები ჩვენ გვექნება ზოგადად მოკლე ისტორია, პატარა, ისეთი მცირედი, რა არის სუნამოს ისტორია, ასევე თვითონ სუნამო რას წარმოადგენს, როგორია მისი ქიმიური შემადგენლობა, ასევე ვისაუბრებთ სურნელოვან მოლეკულებზე, სუნამოს ნოტებზე, ანუ ვისაუბრებთ კომპოზიციაზე, როგორ ხდება მისი აწყობა და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ კომპოზიციას და აქ ესეთი მუსიკალური ტერმინი აქვს შემოღებული ნოტებთან დაკავშირებით და შემდეგ რამდენიმე სიტყვასაც თან ამავდროულად ვიტყვით ბუნებრივ და სინთეზურ მოლეკულებზე. რა თქმა უნდა, ეს იმდენად დიდი თემა, ეს საერთოდ ახალი ცალკე დარგი და მოკლედ აი ეს რამდენიმე სათაური შევარჩიე პუნქტი, რომელსაც დღეს ჩვენ გავივლით. მაშინ გადავიდეთ ბარემ შემდეგ თემაზე და დავიწყოთ. ესე იგი, სუნამოს წარმოშობის მოკლე ისტორია. თვითონ სუნამოს შემდეგ ჩვენ რომ ვნახავთ რა არის, რას ეწოდება, დიდი ხნის წარმოშობის ისტორია არ აქვს, მაგრამ სურნელის გამოყენების, სურნელის მოხმარების, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელობა ძალიან შორეულ წარსულშიც მიდის, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 3000-4000 წლის წინ, ეს მესოპოტამიიდან იწყება ეს ისტორია. ყოველ შემთხვევაში რაც ჩვენთვის არის ცნობილი. კერძოდ, ძირითადად ეხლა იმ დროს ადამიანები გამოიყენებდნენ რას? მცენარის სხეულიდან ნადენ სითხეს. ეს შეიძლება ყოფილიყო ზეთი, თუ ეს მცენარე მაგალითად მაშინ უკვე გარემოს ზემოქმედებიდან ოქსიდაცია ხდებოდა და მყარდებოდა და წარმოიქმნებოდა ასე რომ ვთქვათ ფისი. ესე იგი, ნადენი ზეთი, ფისი და მესამეს არის ნაყენები. ხო, ანუ მაგალითად აიღებდნენ მცენარეს და დაასხამდნენ ან გაცხელებულ წყალს, ან თქვათ სხვა ზეთს, ოღონდ ცხელ ზეთს და ამის მეშვეობით იქიდან გამოწვლილავდნენ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მათ არ იცოდნენ, იმ სურნელოვან ნივთიერებას, რაც მოსწონდათ. ანუ ამ სამი ტიპის წარმოება არსებობდა ამ ძველ დროში, თუმდაც მესოპოტამიურში. ეხლა რაში გამოიყენებოდა ეს? ქურუმალურ პროცესში, როდესაც თქვათ, ხდებოდა მსხვერპლ შეწირვა, ან თქვათ ღმერთისათვის რაღაცა სპეციალური ძღვენის გაკეთება. და სიტყვასთან შორის ეს სიტყვა პარფიუმიც შემდეგ ლათინელებმა აქედან დაარქვეს პერფუმ, რაც ნიშნავს კვამლის საშუალებით, ანუ ამას ცეცხლზე წვავდნენ ან თქვათ ნაყენისებრ ან ზეთოვან მასას და იმას რომ კვამლი აზდიოდა, ესე იგი წვის შედეგად, იგულისხმებოდა რომ ის მიდიოდა, ესე იგი ღმერთთან და ღმერთი ყნოსავდა აი ამას და აი ეს სურნელი იყო აი ამ ესე იგი კვამლის საშუალებით მიტანილი და ამიტომაც რაღაცნაირად ეს ტერმინი პარფიუმ ასე შეიქმნა რა. დავით, ესე იგი, მოდი. დიახ, ბატონო, გახლა გისმენთ. ხდება უხერხული, რომ რაღაც მე და შენ ცოტა ესეთი ის წავიღოთ. დისკუსია ერთობლივად, ხო? რა თქმა უნდა, არანაირად ძალიან საინტერესო თემას შეეხება და ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი მიზანი ხო რა არის, ხო ჩვენ ვეძებთ რაღაც ხელმოსაჭით საკითხებს, თემებს, აი როგორ დავაინტერესოთ ბავშვებს, როგორ დავანახოთ მათ რაღაცასთან კავშირი. ესე იგი, აი ამ სუნამოსთან და კვამლის საკითხთან ძალიან საინტერესო არის. დღეს ბევრი საუბრობენ, მათ შორის სკოლებში რელიგიაზე ან ტრადიციული კულტურის რაღაც მიმართულების სწავლებასთან დაკავშირებით და დიახ, შენ სწორი ხარ. მე მაგალითად შეგახსენებ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ საკითხზე თუ წავა, თქვათ, აი კლასში ან ბავშვებთან ურთიერთობა, ჩვენ გავიხსენებთ კაინის და აბელის ამბავს. იმიტომ რომ კაინმა და აბელმა როდესაც შესწირეს ძველ აღთქმაში ესე არის, ესე იგი თავისი მსხვერპლი, ესე იგი ბოდის მოვიხდი ახლა ესეთ იმით რომ შემოდივარ, მაგრამ ვინაიდან მაქვს მათ შორის საფრთხისმეტყველო განათლებაც გავბედავ, ხო? რომ ამ თემაზე ვისაუბრებ. შეხედე, იქ ზუსტად ესე არის, აი უბრალო სიტყვებით რომ გადმოვცეთ, ხო? მათ მსხვერპლი დადეს და ცეცხლი დაუკვირდეს და კვამლი ავიდა. და იქ სხვადასხვა განმოცებით და გადმარტებით არის რომ აბელის კვამლი ესე იგი ადის ზეცაში
და ესე იგი სიმბოლო იმისა, რომ კაინის ხვეპლი არ მიიღო, ეს კვამლი მოკლედ მიწაზე ერთხმება. მაგრამ იყნო საუფალმო, დაახლოებით ესეთი სიტყვები არის, მე ხა ზუსტად არ მახსოვს რა. მოკლედ აი ამ ესე იგი სურნელის შეგრძნებით ურთიერთობა ღვთაებრივთან, ხო? ეს მომენტები. ესე იგი, მათ შორის ძველ აღთქმაშიც არის გარდა აი ამ ეგვიპტური იმებისა. ასევე მე მაგალითად აი ახლა გავბედავდი და შენი პრეზენტაციიდან აი აქ გადავხტებოდი, ხო? და მინდა შევთავაზო ჩვენ კოლეგებს, ხო? აი ამას ეცოც გადმოვიტან ცალკე ერთი წამით, ეხლა მე კი ჩემთვის თითქოს ლაპარაკობ, მაგრამ ერთ ჩავრთავ, ხო? ცოტა ხანი ერთ წამით ესე იგი შესაძლებელი არის ბავშვების ასევე დაინტერესება აი ამ თემასთან დაკავშირებით, რახან ამ ეტაპზე ვართ, ბარეგამ ეხლავე რომ ისაუბრეთ, ხო? მე ერთი წუთით ესე იგი გაზიარება შევცვლი ცოტა ხანი, ხო? ესეთ გაზიარებაზე გადავალ. გავაზიარებ მთელ ეკრანს და აი მე მინდა The history of perfume in ancient Egypt. Perfume has been an essential part of human culture for thousands of years, and its roots can be traced back to ancient civilizations. One of the earliest known societies to embrace the art of perfumery was Egypt. Perfumes played a significant role in their culture, and they were used for various purposes, such as religious rituals, personal decor, ვაჩვენოთ აი მე შეგახსენებთ რომ ჩვენ შეგვიძლია ტიტრები დავაყენოთ და მათ შორის ეს ტიტრები გავაკეთოთ ახლა მე პირდაპირ იმაში ვაკეთებ ქართული თარგმანიც რა ბავშვების მისი ხო მაინც ამ ელემენტს ახალ ტექნიკური ელემენტით შემოვიტანოთ ხო აი შეგვიძლია ქართული ტიტრები დავაყენოთ ხო და შესაბამისად აი ამ გარემოზე არის საუბარი აქ მოდის მე მგონი პირველი როგორც ჩეთქვი ხო ეს ესეთი რა კი ბატონო, ანუ ეს რომ მსხვერპლ შეწირვისთვის გამოიყენებოდა როგორც ძვირფასი, ესე რა ქვია, ნედლეული, იმიტომ რომ ნახეთ ამ წარმართულ ეპოქაში ხო ადამიანებს წირავდნენ, ცხოველებსაც წირავდნენ და რახან ეს მცენარეული წარმოშობის იყო, როგორც მცენარის ყველაზე ღირებული ნაწილი ასე შეიწირებოდა. ხო ანუ სურნელი მცენარის პრინციპში დღესაც არის ყველაზე ღირებული ეს მესოპოტამიური ამბავი შემდეგ ხო რის გამოს ანუ ხო აქ მაგალითად მცენარის ყვავილები აქვს ფოთლები ამ ყვავილებისაგან მაგალითად სიტყვას ვამბობ ადამიანები გვირგვინს იკეთებენ ლამაზდებიან ხო მაგრამ ყველაზე რა თქმა უნდა ყველაზე ღირებული არის სურნელი მცენარის მხრივ ხო და ცხოველისა და ადამიანის მხრივ იყო სისხლი ხო და ის ნექტარიც რომელსაც ის ზეთი კი ბატონო ნექტარი უკვე ეგ სხვა პროცესია მაგრამ ანუ ზეთი ნადენი რომელიც ჭრილობიდან კანიდან გამოდის რა ხო ეგ მცენარე მაგას რატო აკეთებს ეს სულ სხვა საკითხია რომ ზიანდება იქ სპეციალურ ნივთიერებას გამოყოფს რომ ბაქტერიები შიგნით არ შევიდნენ და სხვათა შორის მწერებმაც რო არ მიეკარონ ამიტომაც მაგას აკეთებენ ხო და შემდეგ ეგვიპტეში ჩვენ ვინც ვიცით პირველი პარფიუმერი ასე რომ ვთქვათ, ნუ პარფიუმერი რაც არ ითვლის, მაგრამ ასეთი ქურუმ ეს არის ტაპუტი, ცნობილი პარფიუმერის ისტორიაში, რომელიც მიმართავდა სწორედ აი ამ მცენარეებიდან ამ ტიპის ნედლეულის შეგროვებას, სარკმეველად შემდეგ გარდაქმნას და როგორც უსისხლო მსხვერპლის გასაღებად შემდეგ ტაძარში. რა თქმა უნდა, მესოპოტამიიდან ეს აქ არ ჩერდება მესოპოტამიაში ეს გადადის ეგვიპტეში და შემდეგ ეგვიპტე და ნახეთ როგორი საინტერესო რაღაც არის რომ მესოპოტამიელები და ეგვიპტელები აი ამას უყურებდნენ როგორც საძღვენო საქმეს მაგრამ აი ბერძნები უკვე გადავიდნენ აი ამ სურნელის პრაქტიკულ მხარეებზე აღმოაჩინეს რომ ზოგიერთი მცენარის
ვთქვათ, ზეთისაგან, ან იმისაგან, რა ქვია, მყარი მასალის დაწვისაგან მიღებული კვამლი, მაგალითად, პირის ღრუს ჩირქოვან გამონადენს, ან ცხვირის, ვთქვათ, გაჭედილობას, ან მაგალითად, კანის, ესე იგი, დაჩირქებულ ნაწილს აშუშებდა და სხვათა შორის ძველ ჩინეთში მაგალითად უმწიფარ ხილსაც კი ამწიფებდნენ აი ასეთი მცენარეული ფისებისაგან წვავდნენ და იმ კვამლის ზემოთ იმაშვებოდნენ ათავსებდნენ მაგალითად მკუხე ვაშლს სიტყვაზე ვამბობ და ის მწიფდებოდა ამის მიზეზი არის ის რომ აი ამ ესე იგი ფისებში იყო ეთილენი და ეს ეთილენი წვისას გამოიყოფოდა და ის ეთილენი წარმოქმნიდა იმ ვაშლში იმ პროცესებს, რაც შემდეგ იწვევდა სიმწიფეს. და ბერძნებმა უკვე ამას როგორც ფარმაცევტულ საშუალებას დღეს ჩვენ ვიცნობთ როგორც არომათერაპიას, ხო? და არომათერაპიულ საშუალებას ჩაუყარეს ასე რომ ვთქვათ საფუძველი. აი რომაელებმა შემდეგ რომ ბერძნებისაგან გაიცნეს ეს, რომაელებმა უკვე როგორ გითხრათ, აი რომაელებმა წამოწიეს პარფიუმერია როგორც ფუფუნებისა და სიმდიდრისა და რაღაცა განსაკუთრებულობის წარმოჩენის საშუალება. ისინი არც მსხვერპლს წირავდნენ ამით, არც მკურნალობდნენ, უბრალოდ თავიანთ ოთახებს, თავიანთ დარბაზებს ამ სურნელით იმაშვებოდნენ, აჯერებდნენ, რათა ხაზი გაესვათ თუ რა გავლენებისა და თქვათ სიმდიდრის მატარებლები იყვნენ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო და საკმაოდ შორეული მანძილებიდან ჩამოჰქონდათ ეს ფისებით მაგალითად ევროპა ისეთი კლიმატური იმაშია რა ქვია ზონაში რომ იქ ასეთი ფისოვანი წარმოშობის ნედლეული არის წარმოება აქეთ აღმოსავლეთი არის მისთვის იდეალური აფრიკა თქვათ ეგვიპტე და ასე შემდეგ ნუ ინდოეთი თავისთავად გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე ხო და თქვენ ახლა ამ სლაიდზე ნახავთ უკვე თანამედროვე სამყაროს ესე იგი ძირითადი ნაწილი მაინც მოიცავს მესოპოტამიას, ეგვიპტეს, საბერძნეთს და რომს მაგრამ რომთან ერთად პარალელურად პარფიუმერია აღორძინდებოდა არაბეთშიც კერძოდ ეს მოხდა მაშინ როდესაც სამყაროს ასე რომ ვთქვათ მოევლინა ავიცენა ძალიან დიდი პიროვნება იყო მან თანამედროვე მედიცინის საკმაოდ დიდი ფუნდამენტალური შრომები შეიტანა მედიცინაში და საფუძველი მისცა და სხვათა შორის აი ეს წყლის ორთქლით გამოხდა და ეთერზეთის მიღება რასაც ქვია არის ავიცენას მიერ შემოთავაზებული ავიცენამდე მაგალითად გამოხდის პროცესი არსებობდა ჯერ კიდევ ეგვიპტეში მაგრამ იქ რას ხდიდნენ იქ ხდიდნენ სპირტს და სხვათა შორის არაბები სპირტს ეძახიან არაკს არაყი ნიშნავს ქართულად იყი ასე ითარგმნებოდა თვითონ არაყი არაბული სიტყვა და ნიშნავს ქვაბის ოფლს აი რატო უწოდებდნენ ამას ქვაბრში რომ ჩაყრიდნენ აი ფერმენტირებულ მასას და გააცხელებდნენ შემდეგ წარმოიქმნებოდა ისეთი ორთქლი რომელიც ცივ კედლებზე შეხებისას როგორც ოფლი ისე ჩამოდინდებოდა და ამიტომ აი ამ ნივთიერებას რომელსაც ჩვენ დღეს სპირტს ვეძახით ისინი ეძახდნენ არაყს ანუ ქვაბის ორთქლს ავიცენამ ამ პროცესში ცოტა ცვლილება შეიტანა ესე იგი მან სპეციალური გასამიჯნის საშუალება გამოიგონა, რომელზედაც შემდეგ იყრებოდა მაგალითად ბიომასა, მწვანე მასა, ქვევით იყო წყალი ორთქლდებოდა, გაივლიდა ამ ბიომასას და აი ამ ბიომასიდან იღებდა იმ ეთერზეთებს და გამოჰქონდა გარეთ. რა თქმა უნდა, ეხა იქ არ იყო თვითონ ეთერზეთის მიღების საშუალება, იმიტომ რომ ეს პროცესი დაუხვეწელი იყო, მაგრამ იღებდნენ პირველ ჰიდროლატს. ანუ ჩვენ რო ვეძახთ აი ვარდის წყალი და ასეთ რაღაც აი ჰიდროლატი ამას ნიშნავს. და მოკეთ ავიცენამ ჩაუყარა საფუძველი რა და თანამედროვე ეთერზეთების წარმოების ტექნოლოგიაც ზუსტად იგივეა, უბრალოდ დახვეწილია და უფრო ეფექტურიანობა გაზრდილთ, რომ მთელი იდეა რაც ავიცენამ გააკეთა აბსოლუტურად იგივეა. სხვათა შორის მე მგონი თქვენც მითხარით რაღაცა ვიდეო არის, რომელშიც ინდოეთშიც დღემდე ასე ამ მეთოდს მიმართავენ. და თანამედროვე სამყაროს ახლა რაც შეეხება, ნახეთ, აქედან მიღებული
სურნელოვანი ნივთიერებები, აი თქვათ ზეთები და ასე შემდეგ, არ იწოდებიან სუნამოდ. იწოდებიან ნელსაცხებლებად. ნელსაცხებლები არის კონცენტრირებული ზეთოვანი მძიმე ბლანტი კომპოზიცია სხვადასხვა ფისებისა თუ ნაყენებისა თუ მცენარეული ნადენისა, რომელსაც აქვს სურნელური ეფექტი და ხდებოდა ტანზე დატანა. მაგრამ თვითონ სუნამო ის არ არის. სუნამო არის, როდესაც ხდება აი ამ გარკვეული სურნელის კომპოზიციის გამხსნელში გახსნა. გამხსნელში მაგალითად თუნდაც ეთილის სპირტში გახსნა. აი ეს კომპოზიცია უკვე ითვლება სუნამოდ. სხვათა შორის პირველად ვინც ესე იგი მცდელობა შექმნა ამ სუნამოსი, ეს იყო მე-14 საუკუნე, კერძოდ ესეთი ისა რა უნგრეთის დედოფალს მიართვეს, აქ იყო ესე იგი როზმარინის ჰიდროლატი და როზმარინის ჰიდროლატი გახსნეს ალქიმიკოსებმა მაშინ პარფიუმერები არსებობდნენ, ალქიმიკოსებმა ეს ჰიდროლატი გახსნეს სპირტში და ეს მიართვეს უნგრეთის დედოფალს, შემდეგ ამას უნგრული წყალი დაერქვა და ეს არის პირველი ჩანასახი, ასე რომ ვთქვათ, სუნამოს. პარფიუმერია უკვე არსებობდა, როგორც გითხარით. ამის შემდეგ სადღაც უკვე მე-18 საუკუნეში რომში, იტალიაში გამოჩნდა ასეთი კაცი, რომელსაც აგერ თქვენ სლაიდზე ხედავთ, ეს არის ჯოვანი მარია ფირანი, რომელსაც ბიძა ყავდა პარფიუმერი და ეს ბიძა, ვთქვათ, გერმანიაში მუშაობდა კიოლინში, ქალაქ კიოლინში, იქ ჰქონდა მას ეს პატარა ქარხანა, სხვათა შორის ეს არის პირველი პარფიუმერის ქარხანა მთელს მსოფლიოში. რომელმაც პირველად დაიწყო ბუღალტრული აღრიცხვა და აი ამ კიოლინში ეს ფირანის ბიძა ვოლფ ფირანი აწარმოებდა პარფიუმს ოღონდ არასუნამოს, არამედ ისევ როგორც ნელსაცხებლებს რა, ოღონდ კომერციული სახით. რომ ეს უკვე კი არ იყო დიდებულებისთვის და სამეფო კარისთვის ხელმისაწვდომი, არამედ ვისაც ფული ჰქონდა, ნებისმიერს შეეძლო რომ თქვათ ეყიდა. მაგრამ აი მაგალითად ფირანი, როდესაც გადადის ბიძასთან და იქ უკვე ეუფლება აი ამ ეთერზეთების ხელოვნებას და ამ ფორმულირებას, მათ მოახერხა შეექმნა პირველი სუნამო. პირველი სუნამო რატომ? ესე იგი, მან აიღო ციტრუსის ეთერზეთები, ეს არის ბერგამოტი, ასევე აიღო ჰიდროლატი, რომელიც უკვე ცნობილი იყო როგორც იმით, რა ქვია, როზმარინის ჰიდროლატი, ასევე ლავანდის ჰიდროლატი, ანუ მან შექმნა კომპოზიცია, სურნელის კომპოზიცია და ეს კომპოზიცია გახსნა უკვე სპირტში. მაგრამ ვინაიდან ეს კომპოზიცია იყო ეთერზეთოვანი და ფისოვანი, ამიტომ სპირტში დიდი რაოდენობით არ იხსნებოდა, ყველა 100 მლ-ში დაახლოებით 2-დან 3%-მდე. და აი ეს ხსნა არის, ასე რომ ვთქვათ, შექმნა აი ამ ფირანმა, რომელიც შემდეგ ჩვენ ოდე კიოლინის სახელით, ანუ ოდე კოლონის სახელით ვიცნობთ. ანუ დღემდე სხვათა შორის ეს ქარხანა არსებობს, ეს არის ლოგო, ეს ტიტა, წითელი ტიტა მათი არის და სხვათა შორის ოდე კოლონი, ანუ კიოლინის წყალი, როგორც ბრენდი ცალკე არსებობს და თან ამავდროულად როგორც კონცენტრაცია, ესეც ცალკე არსებობს. ამაზე ჩვენ შემდეგ ვიტყვით, ანუ თანამედროვე პარფიუმერს თუ უნდა რომ ოდე კოლონი შექმნას, თუ შექმნის აი ამ კრებს, ბუკეტს, ამ სურნელოვანი ნივთიერებებისაგან, მაშინ ან ყველა 100 მლ-ში მხოლოდ 2-დან 5%-მდე უნდა გახსნას. ამ შემთხვევაში ეს იქნება ოდე კოლონი, როგორც კონცენტრაცია. მაგრამ ნამდვილი ოდე კოლონი, როგორც ბრენდი, თავისთავად აი ამ კიოლინში არსებობს დღესაც ქარხანა და აი ამ ფირანის მერვეთაობა დღესაც მართავს ამ ქარხანას და დღესაც თავის ნიშას უშვებს რა. ეს იყო პირველი გადატრიალება, ასე რომ ვთქვათ, ნამდვილ პარფიუმერიაში, ნამდვილ სუნამოების ისტორიაში. შემდეგ, მე-18 საუკუნის შემდეგ ამას ემატება რა? ეს პროცესი უკვე დარჩა, რომ უკვე მიხვდნენ, რომ სპირტში გახსნა შეიძლებოდა, ეს უფრო ეფექტური იყო, უფრო მსუბუქი იყო, უფრო ხელმისაწვდომი იყო, უფრო რაოდენობრივად მეტი იყო, ნედლეული მცირედი ჭირდებოდა, მაგრამ გახდა ასეთი პრობლემა, რომ ყველა ეთერზეთი არ იხსნებოდა სპირტში.
აი მარტო კიოლინში მოხდა ის რომ 2-დან 3%-მდე გახსნის. მაგრამ შემდეგ უკვე შემოვიდა სხვადასხვა დასახელების, თქვა, სინთეზური ნივთიერებები, მაგალითად მე 1868 წელს კუმარინი შექმნეს პირველად სინთეზური მოლეკულა, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. უმაღლესი, ანუ დაახლოებით რა გითხრათ 75%-ით შეეძლო რომ გახსნილიყო, თქვა, სპირტში და ამან უკვე საშუალება მიცა პარფიუმერებს იმ კონცენტრაციების შექმნისა, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც ტუალეტის წყალის საშუალებით, მაგალითად EUD პარფიუმის საშუალებით, XGD პარფიუმის საშუალებით, ეს უკვე შემდეგ წამოვიდა. როგორც ჩვენ ვთქვით, აი სუნამო ეს რა არის? ეს არის სურნელოვანი ნივთიერებების ნარევი, რომელიც გახსნილია ალკოჰოლში, ანუ სპირტში, ან სხვა გამხსნელში, მაგრამ სხვა გამხსნელი მოიაზრება როგორც თანაგამხსნელი. აი ამ კომპოზიციაში ძირითადად თავარი 90% არის ალკოჰოლი, შემდეგ დანარჩენი არის ბუკეტი, ანუ კრეფს, რასაც ვეძახით ქართულად, სურნელოვანი კომპოზიცია, რომელიც შექმნილია ან ეთერზეთებისაგან, ან აბსოლუტებისაგან, ან სინთეზური პარფიუმერული ნედლეულისაგან, ან სინთეზური ანალოგი პარფიუმერული ნედლეულისაგან. აი ამ 4 ტიპისაგან. ძირითადად კარგი პარფიუმერები ეთერზეთებს არ ხმარობენ. თავისი პრობლემა აქვს ამას. და ამ კომპოზიციას, ოდესაც გახსნიან სპირტში, ამის გარდა მას ემატება სოლუბილიზატორი. სოლუბილიზატორი არის ნივთიერება, რომელიც თანაგახსნას აკეთებს, ანუ ამ სპირტსა და აი ამ ბუკეტს აკავშირებს ერთმანეთთან. შემდეგ ამის გარდა კიდევ თუ ეს თქვენ ისეთ კარგ ბრენდული სუნამო, ასე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ამ ბუკეტს და ამ სოლუბილიზაციას კიდე დამატებული აქვს ფიქსაცია. ფიქსაცია არის ისეთი ნივთიერება, რომელიც ნახეთ, აი ამ სოლუბილიზაციას უწყობს ხელს. ანუ სოლუბილიზატორი ხო, ესე იგი ბუკეტს, ანუ კრეფს და პარიმას სპირტს აკავშირებს ერთმანეთთან. აი ამ კავშირს უკვე ფიქსატორი ინარჩუნებს. და კიდევ ემატება სპეციალური UV შთამთქმელი ნივთიერებები, ულტრაისფერი სხივის გამოსხივების შთამთქმელი ნივთიერებები, რომლებიც თუ თქვა თქვენ ასეთ სუნამოს დადებთ მაგალითად მზეზე, ხო, ან სიტყვაზე ვამბობ ხომ მზეზე, ან ფანჯარასთან და სინათლე რომ დაესხივება, აი ამან ეს კომპოზიცია რომ არ დაშალოს, ამიტომ ეს ულტრა UV შთანთქმელი ნივთიერებები თავის თავში შთანთქავენ ამ ენერგიას და იმ სისტემას, ესე იგი იმ სისტემაზე მიშვების უფლებას არ აძლევენ. ამიტომ ეს განსაზღვრავს უკვე სუნამოს ხარისხს რა, ასე რომ ვთქვათ. ანუ სუნამო არის მრავალკომპონენტიანი სისტემა და არა უბრალოდ რაღაცა სურნელოვანი შენარევი, ასე რომ ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება სურნელოვანი ნედლეული ჯგუფებს, დასახელების მიხედვით არის 16 ჯგუფი, ანუ სურნელოვანი პროფილი, რასაც ქვია, ეს არის ყვავილოვანი პროფილი, მაგალითად რო ანუ ვარდის სურნელია, ან ჟასმინის სურნელია, ან ილანდის სურნელია. ჩაგიჭრები. მე მაქვს დანახი ძალიან სასიამოვნო აქტივობა სახალისო ბავშვების, როდესაც აი ბავშვებს, ესე იგი, იქ ყნოსვის ორგანოებზე ბიოლოგიის მასწავლებელი ესაუბრებოდა და მან შესთავაზა, რომ ყველა ბავშვმა მოკლედ გაიხსენა ვის რა სუნი აქვს. ხო იცი, ზოგს რო არის, რომ ზოგს რაღაცა მოხარშული სუნი არ მოწონს, ზოგი იძახის, რომ აიმე გააღე ფანჯარა რაღაცა არის. ეს არის თება რა, აი სახში ყველაფერს თავის სუნი აქვს. და ბავშვებს შესთავაზა მასწავლებელმა, რომ ყველას მოეტანა რაღაცა ნივთიან, მცენარე ან რაღაცა, რომლის სუნი მოწონდა. ამ შენ ჩამონათვალს მე რო უყურებდი, რომ ნახე შენი გაკეთებული პრეზენტაცია, აი ზუსტად ეს გამახსენდა და შეიძლება ესეც მე ვფიქრობ ბავშვებმა კარგად გაიგოს, რომ ყველამ რაღაცა მოიტანოს რა. შეიძლება პატარა ბოთში რაღაცა ჩასმულიც მოიტანოს და ყველამ აი ასუნინოს რა სუნი, რა ასოციაციას იწვევს, ან რატო იწვევს, ხო? იმიტომ რომ ეხლა რაღაცა არის შენ აქ გაქვს, რაც საიდანაც ვიღებთ, როგორც ვატყობ, ხომ ამ სუნამოს ამ სურნელს, ანუ ამას ვიყენებთ წარმოებაში. მაგრამ არის ხო სხვა სუნებიც, ხო, რომელიც მოსდევს უბრალოდ სხვადასხვა მასალებს, ნივთიერებებს თუ რა ვიცი, ოჯახში რაღაც ნივთებს რა. დიახ. და ანუ ეს პროფილი არის 16 სახეობის, ანუ ნახეთ თქვენ რომ გარემოში გახვიდეთ,
ამ გარემოში 16 სახის ჯგუფს აღმოაჩენთ სურნელოვანი ხაზის რა ასე ვთქვათ. თუ ყვავილებს დაყნოსავთ ის ყვავილოვანი სურნელი იქნება, მაგალითად არის სიტყვაზე აკვატიკური სურნელი, ეს არის ისეთი ტიპის სურნელები, რომლებიც არის დაკავშირებული წყალთან, ზღვასთან, ოკეანესთან, ნესტთან. გურმანული, ანუ შოკოლადი და ყავა გურმანულ ესე იწოდება. გურმანულში გადის, კი ბატონო, გურმანულში გადის. შოკოლადის და ყავის. სხვათა შორის ეს არის შემდეგ ესე იგი, როდესაც პარფიუმერია და ეს სურნელოვანის განვითარდა მე-20 საუკუნის ბოლოს ეს ამერიკაში ხდება და მაკდონალდსი შეიქმნა და სხვადასხვა კვების ობიექტები, იქ უკვე ზუსტად აი ეს გახდა საჭირო, რომ არა მარტო გემოვნებით ყოფილიყო, ესე იგი ადამიანის მონდომება, არამედ სურნელითაც. კი. და ასე გურმანულში გადადეს ეს მდოგვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი მაგალითად ის რა ქვია თვითონ ნედლეულის მხრივ, ხო? ნედლეული სხვადასხვა წარმოშობის არსებობს. აი ეთერზეთების შემთხვევაში სამცენარეული, მაგრამ ეს ეთერზეთი კონკრეტული ნივთიერება არ არის, ეს არის ნაკრები სხვადასხვა ნივთიერებებისა და ეთერზეთებს კარგ პარფიუმერიაში არ იყენებენ აბსოლუტებს, ამის ნიშნავს, რომ ამ ეთერზეთიდან ამოაგდებენ მხოლოდ იმ კონკრეტულ ნივთიერებას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სუნი, დანარჩენი არაფრად არ ღირს და აბსოლუტს იყენებენ, ან მაგალითად თუ მაგალითად ეს სცენარი აღარ არსებობს, ან მაგალითად ძველად იყოს იყო რა ქვია ცხოველებს ცივატი და მუშკი, ირმის მსგავსი ცხოველები არის, მათ კლავდნენ და საუფლე ჯირკლებიდან იღებდნენ სპეციალურ ცხიმს და იმ ცხიმს ჰქონდა ძალიან სასიამოვნო სურნელი. სისუფთავის შეგრძნების სურნელი, ესეთი უცნაურისა და თითქმის გაწყვიტეს ევროპაში ეს ცივატი. მაგრამ დღეს უკვე, როდესაც ქიმია განვითარდა, აი შესწავლილია იმ ცივატში რა კონკრეტული ქიმიური ნივთიერებაა და იმის სინთეზური ანალოგია შექმნილი. და არსებობს ისეთი ნივთიერებები, ესე იგი ნედლეული, რომელსაც ანალოგი არ ყავს, უბრალოდ ქიმიურ მასში შეიქმნა რა, ლაბორატორიაში. ხარისხის თვალსაზრისით ბუნებიდან მიღებული ვთქვათ ეს ელემენტები და სინთეზურად შექმნილი ლაბორატორიაში რამე განსხვავებას ქმნის? არანაირი განსხვავება არ არის, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ლაბორატორიაში შექმნილს რა აქვს? მოლეკულა ერთ-ერთშია, როგორც ბუნებრივში, ისე სინთეზურში. ანუ ანალოგიურია. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ აი ამ სინთეზის პროცესში ხდება თანა პროდუქტის წარმოქმნა, რომლის გასუფთავებაც არის პრობლემა. ანუ ეს ფასზე არ მოქმედებს, ესე იგი, კარგი სუნამობა მაინც რო. ფასი უფრო იაფია სინთეზური, მაგრამ სურნელი იგივეა. ხო, ესე იგი ფასზე მაინც ეს მოქმედებს. ანუ ძვირად მიღებულია რა ცნობილი სუნამოები რო არის. ბუნებრივი რაღაცით თუ არის შექმნილი, უფრო მეტი ფასია. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ეგ უფრო არის, როგორ გითხრათ, მარკეტინგული თვალსაზრისი. ანუ პრესტიჟის ამბავი არის. რა თქმა უნდა. ესე იგი. ხო, გასაგებია. კი ბატონო. და გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ნუ ეს როგორც თქვით, აი არომატული მოლეკულები, სხვადასხვა წარმოიშვება, ხო? ხო, ან ნახეთ, ლიმონში მაგალითად ლიმნის ეთერზეთს აღარ იყენებენ, არამედ ლიმნის ეთერზეთიდან გამოყოფილია ლიმონენი, კიდევ არის ლინალუნი, ლინალინოლი, ჰიდროქსოციტრონელონი, რომელიც ეს თლიანად ამ ლიმნის ეთერზეთშია. მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, ამ ეთერზეთს რო ვიღებ და ვდებ ჩემ ბუკეტში, იქ ხო ჰიდროქსოციტრონელონიცაა მაგალითად. ის არ მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ სხვას რო დავამატებ, შეიძლება სულ სხვა კომპოზიცია მომცეს რა. ამიტომ იყენებენ აბსოლუტებს, რომ თუ მინდა ლიმონელი, კონკრეტულად ლიმონელს ვიღებ და არა ეთერზეთს. ანუ ეთერზეთებისაგან გაკეთებული სუნამო უკვე არის, როგორ გითხრათ, ძალიან ისეთი რა დაბალი ხარისხის, არაშემოქმედებითი. ასე რომ ვთქვათ. გასაგებია. ხო. და შემდეგ, ნუ ეხლა 1921 წელს მაგალითად იყო ასეთი ერნესტ ბიუქსი, რომელსაც საფრანგეთში პატარა ქარხანა ჰქონდა, ლაბორატორია და აი ის ქიმიკოსი იყო თან და ახლოს იყო ამ ქიმიურ სიახლეებთან და როდესაც აღმოაჩინეს ალდეჰიდები, აი ეს ერნესტი იყო პირველი, რომელიც თავის პარფიუმერულ ლაბორატორიაში შემოიტანა ალდეჰიდი როგორც პარფიუმერული ნედლეული.
და სხვათა შორის ესე ეთქვა შანელის ეპოქას და შანელი მიდის სწორედ ამ კაცთან და ეს კაცი უქმნის სუნამოს, რომელიც არის ზუსტად აი ამ ალდეჰიდებზე დაყრდნობილი. ეს არის მსუბუქი, ჰაეროვანი, ვარდისებრი სურნელის მატარებელი, ალდეჰიდზე 12 კონკრეტულად. ნუ ამის გარდა შინ 80 კომპონენტია. მაგრამ ნუ იქ იყო 6 ვარიანტი და 6-დან მეხუთე ვარიანტი მოეწონა ამ შანელს. თუმცა 6-ვეში ალდეჰიდები იყო გამოყენებული. და ანუ შანელი ითვლება, როგორ გითხრათ, ეს უნდა უკაცრავად ის რაღაცა შანელი ნომერი 5 რო არის ეს თემა, ეგ ისტორია. და ის სხვა ნომრები რო არის, ასე ვთქვათ, ის ნომრები ის სხვა ნომრები დაწონებული იყო და აღარ არსებობს. და ამიტომ შანელი ნომერი 5 არის ერთ-ერთი ესეთი ცნობილი სუნამო, ხო? კი, ანუ ჯერ ერთი რომ ეს შანელია, ნუ ეს ბრენდია უკვე და მეორე პარფიუმერული თვალსაზრისით, იმით რომ პირველად აქ გამოიყენეს ალდეჰიდი როგორც სუნამოს ნედლეული. გასაგებია. და ეს სუნამოს ნოტები რა? ეს სუნამოს ნოტები ახლა როგორი რაღაცაა, სუნამო იყოფა ორ ნაწილად, როგორც თქვით, ბუკეტი, ანუ პარფიუმერული ნაწილი, პარფიუმერი იღებს ამ, ვთქვათ, სურნელოვან ნივთიერებას, ლინალონს, ლინალუნელს, ვთქვათ, ჰიდროქსოციტრონელონს, არ ვიცი, იზოეუს სუპერ სიტყვაზე ვამბობ და სხვადასხვა კონცენტრაციებით ერთმანეთთან ახამებს და ქმნის ერთ სურნელს, ერთ სუნს. აი, ეს არის პარფიუმერის, ისა რა ქვია, კომპეტენცია. აი, მერე ეს რომ უნდა გადაიტანო ხსნარში და იმ ხსნარში მაგალითად სტაბილური იყოს, არ გამოვარდეს, ტემპერატურას გაუძლოს, მზის სხივებს გაუძლოს, ეს უკვე ქიმიკოსის საქმეა. მაგრამ ეხლა პარფიუმერული თვალსაზრისით, აი ამ კომპოზიციას ქართულად ქვია კრეფსი, კრებითობა, შეკრებილი. და აი ამ კომპოზიციის აწყობა არის დამყარებული ესე იგი საფეხურზე. პირამიდაზე აქ არის მოცემული, ზევით არის ტოპ ნოტები, ანუ ზედა ნოტები, გულის ნოტები და ბაზისი ნოტები. ანუ ამ ნოტების საშუალებით ხდება ამ კომპოზიციის აწყობა. ეხლა ნახეთ, აქ ახარისხებენ ამ ნივთიერებებს როგორ? მოლეკულური მასის მიხედვით და აორთქლების სიჩქარის მიხედვით. ნუ თავისთავად მოლეკულური მასა განსაზღვრავს აორთქლების სიჩქარეს. მაგალითად, თქვენ რო დაისხამთ ხელზე სუნამოს, პირველი სუნი რაც წამოვა, ის არის ისეთი მოლეკულები, რომლებთა მოლეკულური მასა არის ცოტა. და ამიტომ ადვილად შორდებიან კანს და პირველი ცემთ ცხვირში რა, ასე რომ ვთქვათ. ეს არის ზედა ნოტები. ამას ეძახიან ზედა ნოტებს. ასეთი არის ციტრუსები, ასეთი არის თქვათ ლავანდა, მწვანე, ესე იგი ყვავილოვანი სურნელიც მაგალითად აი ჟასმინი, ვარდი. აი ყოველთვის პირველი ეგ გეხებათ. შემდეგ მეორე, ანუ შუა გულის ნოტებში არის ის ნივთიერებები, რომელთა მოლეკულური მასა არის უფრო მეტი ვიდრე ზედა ნოტებისა და უფრო მძიმე არის, ხო? უფრო მძიმე არის, კი. და ბაზისი ნოტები ხო საერთოდ მძიმეები. და რა მაინტერესებს აი ეს ამათ შორის, ესე იგი, ამათი ერთად შეკრება. რამე ქიმიური პროცესით ხდება? არა, ქიმიურით არ ხდება, ეს არის უბრალოდ გახსნის პროცესი. ერთმანეთში იხსნება. ანუ ეს დამოკიდებული არის მოლეკულურ მასაზე? დიახ, მოლეკულურ მასაზე, თქვენ რაც არ უნდა გინდოდეთ, სიტყვაზე ვამბობ, რომ შევუერთებ სიტყვაზე ამ რაღაცა სამ სხვადასხვა ტიპის ნივთიერება, ესე შემიძლია თქვა? დიახ, ესე იგი, მე მივიღებ ესეთ რაღაცა კომპლექსს, რომელშიც მიზანდასახულად მე ვიცი, რომ აი თავსახურს რომ მოვხდი, ან რომ დავისხავ, ხო? ჯერ ერთი აორთქლდება, უფრო მსუბუქი რომელიც არის, მეორე, მესამე. კი ბატონო. ხო, აი როგორც ხსნარები, თხიერი ხსნარების შერევაც ხო ხდება ესე, იქ რაღაცა ზეთი ზემოთ რო ტივტივებს, რაღაცა ქვემოთ რო ჩადის და რაღაც ეგეთები, აი ბავშვებს ხსნარების ექსპერიმენტებს რო უკეთებენ. ოღონდ ეს აირის დონეზე არის, ესე იგი, ეს უყოლა. ხო, აირის დონეზე ხა როგორ რაღაცა ეგ ცალკე პრობლემაა. ეს კომპოზიცია კი შევქმენი მე და ამ კომპოზიციაში ამ ყველა ნივთიერებას კი ვაერთიანებ, აქ შეიძლება ფისიცა ავიღო, რომელიც მყარია გავალღო და ჩავასხა, შეიძლება თხევადიც ავიღო, ანუ როგორ გითხრათ, ძალიან ისეთი თხევა კამკამა, ისიც ჩავასხა, შეიძლება მყარიც ავიღო, მაგალითად აი ვანილის
ეთერებს რა ქვია პუდრს იყენებენ ძირითადად და არა მას რა ქვია ექსტრაქტს და ასე შემდეგ ხარისხიანი სუნამო თუ ვანილზეა დამყარებული ანუ მყარი სახით ამას აცხელებენ ურევენ მუდმივ დროს და შემდეგ ეს უნდა გადაიტანოს სპირტში და ნახეთ სპირტი არის პოლარული გამხსნელი ესენი ძირითადად ზოგიერთი შეიძლება შინ პოლარული იყოს ზოგიერთი არაპოლარული ამ სპირტში რო ჩაასხამ შეიძლება სიტყვაზე 10 კომპონენტიდან 9 გაიხსნა სპირტში და 1 გამოვარდეს მაგრამ მე ხო ძირითადად რასაც ჩვენ ვიყენებთ ხა რასაც მე უყურებ სუნამოებს უნდა დაისხა ხო ეს რაღაც აეროზოლის ტიპის ის არის რომელსაც იქ შემოდის მე სოლუბილიზაცია და იქ შემოდის ფიქსაცია და ანუ სუნამოს ხარისხს ვენახეთ როგორ გითხრათ აი ქიმიკოსები აძლევენ საშუალებას რომ პარფიუმერს აძლევენ საშუალებას რომ რანაირი ნედლეულიც არ უნდა მოიტანოს ყველაფერს გაუხსნის კი ბატონო და აი ეს რა ეს კონცენტრაციები დიახ აი ეს კონცენტრაციები რა არის რომ ესე იგი ჩვენ ხო გვაქვს მაგალითად აქ არის ესე რა ქვია ეუდე კოლონი ვთქვათ ეუდე ტოილეტი ეუდე პარფიუმი ექსხედე პარფიუმ ეს არის კონცენტრაციები კონცენტრაცია რა არის აი უკაცრავად ესე იგი მე ხა ცოტა ესეთი გამიშდა რო ყიდულობ ხოლმე იგივე ჩემი მეუღლისათვის რაღაცას ხო ესე იგი სახელწოდება კარნახობს რა ხანგრძლივობის ზემოქმედებაც აქვს ხო კი და რა კონცენტრაცია ესე იგი ტუალეტის წყალი ეგრეთ წოდებული ეუდე ტუალეტი ესე იგი 3-დან 6 საათამდე არის ესე იგი ოდეკოლონი ჩვენ ესე რო ვეძახით ხო ის კიდე უფრო მოკლე არის და აი ნამდვილი პარფიუმი რომელიც არის ყოველგვარი ეუდეს გარეშე ესე იგი ის არის ყველაზე უფრო ხანგრძლივი მოქმედების დიახ რა თქმა უნდა 8 საათიანი მაგრამ ეს სხვათაშორის პარფიუმის გაძლება აი ადამიანის თვალსაზრისით ხო ცხვირის თვალსაზრისით არის საკმაოდ რთული ამიტომ ყველაზე მიღებული ფორმა არის ეუდე პარფიუმის წყალი. უი, მართლა? კი, და სხვათა შორის არაბები არ ამზადებენ არც ერთი სხვა კონცენტრაციით გარდა პარფიუმისა. ამიტომა ისინი მძაფრი და ძლიერი. არა იმიტომ რომ შიგნით კომპონენტები არის მძაფრი, არამედ კონცენტრაცია, ანუ ყველა 100 მილilitrში 50 მილილიტრი არის ბუკეტი. შესაბამისად, სხვათა შორის, აი, დღეს ხო ჩვენ მაინც ისეთ შერეული კულტურის იმეებში ხშირად გვიწევს რა. და აი ადამიანი რო ჩაგივლის ხო რაღაცა უცხო კულტურის, იმასაც რაღაცა თავის სუნი დაძდევს ხოლმე, ხო? კი. არაბებიდან მკვეთრი სუნი მოდის. ეხლა ეს ასისტებად არჩევენ თავს, მაგრამ ანუ ისინი ხმარობენ ამ იმას, ხო? ამ იმას. რა თქმა უნდა, და იმათ თავისი იმიტომ რომ რაღაც მაგალითად ინდოეთიდან წამოსული მას რო ჩაგივლის, იქ ცოტა სხვა სუნები ასე ვთქვათ ტრიალებს ხოლმე რა. კი ბატონო. კი ბატონო. თან ეს როგორი რაღაც არის, ეს მოლეკულები, სურნელოვან მოლეკულებს ჩვენ როგორ გითხრათ, საკვებითაც ლიმონსაც ხო ვიღებთ და სიტყვაზე რომ რაღაცა სხვასაც ხო? ამ მოლეკულების ყველაზე იდეალური გამხსნელი არის ცხიმი. და თუ სიტყვაზე ვამბობთ, თუ ეს არის ძალიან დიდი რაოდენობით მოხმარებადი ნივთიერება, უკვე სხეულის ცხიმში, ანუ კანის ცხიმში ინახება და დროთა განმავლობაში ევაპორაცია ხდება. ამიტომ დიახ. ჩვენ რაღაც ახლა ბოლოსაკენ რა მინდა იცი? მე მინდა სანამ აი აქავართ და მაინც ეს დროის ამბავი არის, ხო, ჩვენთვის. აი ის რაც შეც გაჩვენე, მინდა რომ ჩვენ კოლეგებსაც ვაჩვენო, ხო? მე ვფიქრობ, რომ შემდეგ შეხვედრებში ჩვენ ამ თემას კიდე გავშლით. უბრალოდ აი ერთად ვიდოდა შენთან ერთად ეს რომ მეჩვენებინე, ეცოც ამ ბმულს ახლა მე ჩავრთავ, ხო? და ეცოც ჩაერთოს ეს ვიდეო. სულ 7 წუთიანი ვიდეო არის, მე როგორც მახსოვს, ახლა ვნახავ. ხო, მეცოდე ეცოც არა ეს ის არის, რეკლამა არის. ხო, 7-8 წუთიანი არის. ესეთი არის. სხვათა შორის ბატონო კახე, ესა დამასკოს ვარ. ხო, მე მგონი ანუ. ხო, აი ამან მე აღმაფრთოვანა, იმიტომ რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო, მით უმეტეს შენ იმას რო გავეცანი, ხო? რომ აი ინდოეთში არის ეს, აი ხა ზუსტად რასაც შევყვებოდი, აი ეს უძველესი წარმოება წარმოიდგინე, რომელიც უკვე 300 თუ 400 წელიწადია ეს ოჯახი ამას აკეთებს.
და არ ცვლის ტექნოლოგიას. ქარხნებში ელექტროობა არ აქვს. ვიხეთ იმისა, რომ აღნიშნავენ, რომ ისინი წაგებაში არიან გარკვეულწილად, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა შემოიტანეს უფრო მეტი, ასე ვთქვათ რა, ამ იმაში, ხო? აი ესე იგი ისინი მისდევენ ამ წარმოებას და თუ დეტალურად აი ადამიანი ამ 7 წუთიან ვიდეოს უყურებს, აი თქვენ ხედავთ, ხო როგორი კადრები არის რა. იქ აი წარმოიდგენ მთელ ამ ისტორიას, ესე იგი ისტორიულად დღესაც კი როგორ ხდებოდა აი უძველეს დროში, ესე იგი აი ამ ზეთის მიღება და მე როგორც ხვდები შენი საუბრიდან, ეხა ესენი აი ამ აბსოლუტური კონცენტრირებულ იმას საქვია, სითხე ზეთს იღებენ რაღაც. ეთერზეც იღებენ, კი. ეთერზეც იღებენ, ხო. საერთოდ რომელიც მე მიდის უკვე სხვა რაღაცეების წარმოებაში, რა. კი ბატონო. და ნახეთ როგორ რაღაც არის, ეხა ამას ხო წყალს უმატებენ შიგნით. იმ ქვაბებში ხო წყალს ასხამენ? კი. და იმ წყალთან ერთად ხო გადმოდის ეს ეთერზეთი. ამ ეთერზეთი იმ წყლის ზედაპირზეა ძალიან ცოტა ფენა, მაგრამ ის წყალიც ატარებს ამ სურნელს და ეგა ჰიდროლატი. ეგ ჰიდროლატი, ეგ არის ვარდისწყალს რო ეძახიან მაგალითად. კი ბატონო, აი აქ დაჩვენები არის, აი ამეებში რაც არის რა მე რა. აიცადე არა ეწოც აქ არა, რომ საოცარი ესე იგი მე პატრონი ესე იგი საუბრობს როგორ ქმნიან ისინი აი მიწის სურნელს, აი ახალ ნაწვიმარზე ან იმაზე რომ გადიხარ გარეთ, აი რასაც ეხა ეს იმაშვება ასხავს აი ამ ქოთნებში რა. ესეც მოკლედ ეს საინტერესო მე მგონია რომ საჭიროა. კიდე რა მინდოდა ესე იგი რახანაი ბოლოსაკეს მინდა რომ მოვასწრო, ხო? შენ ახსენე ფიქსაცია. დიახ. აი მე მინდა ესე იგი აქ უკვე როგორც ბიოლოგი ჩავერთო. აი ხა ჩვენ ხედავთ ესე იგი აი ესეთ ნივთიერებას მას ესე იგი აქ ცოტა ის არის. ესე იგი ინგლისურად უწოდებენ აბრიგუსს კი არა და აი ხა დაიწერება სახელი, რომელსაც გამოყოფს ვეშაპი. უბრალოდ ეხა ეს ანიმაცია გაცავად. ამ შემთხვევაში მე მინდა უფრო ეს დახონდა რეალური ისა. ესე იგი ეს არის აი ჩვენ ყავს აი აქ ესე იგი ესეთი ვეშაპი ეგრეთ წოდებული sperm whales ეძახიან, ხო? ოღონდ woodworking is more რეკლამას გავაქცევ და მაგრამ ეხლა უკვე ეს სინთეზურმა ანალოგებმა შეცვალეს. ხო და ანუ რისი თქვა მინდა რომ ესე იგი აი ეს ფიქსატორი ეს ნივთიერება აი ამ ვეშაპისგან მიიღება და ოღონდ ეს ვეშაპი როგორ არის ის გამოყოფს მის კუჭინავს ყლავში მიიღება და შესაბამისად ვეშაპი უნდა მოკლა რომ მიიღო ეს ნივთიერება. ამიტომ დღეს არის ძალიან დიდი იშვიათობა. ან ზოგჯერ სხვათა შორის გაქვავებული სახით პოულობენ ნაპირებზე რა. ძალიან საინტერესო ისტორიაა რა. მაგრამ დაიკარგავთ, მაგრამ აი ესეთი ფორმა აქვს. და იძახიან რომ ამის აი ოქროს ფასი აქვსო თუ დღეს უკვე იპოვეს რა, ვინაიდან ძალიან ბევრ ქვეყნებში ხო ვეშაპებზე ნადირობაც აკრძალული არის, განსაკუთრებით ამ ჯიშზე. ამ ეგრეთ წოდებულ კაშალოტებზე კბილებიანი დიდი ვეშაპი იგივე იმაზე რა ქვია. სპერმ სხვათა შორის ეს ნივთიერება მაქვს. ხო, აი მართლა შენ? ხო. ხო და აი ეს ისეთი და ზუსტად შევიძინე. საინტერესო ამბავია რა. კაი, დავით, ესე იგი ფაქტიურად ეხლა ჩვენ უნდა შევაჯამოთ 1-2 სიტყვა უნდა შეიძლება ვთქვათ ბოლოში, მაგრამ უკვე ამოგვეწერა დრო და როგორ დაასრულებდი სულ ბოლოში აი რაღაც მოკლე რაღაც იმითი შეჯამებით. აი არ ვიცი, დავასრულებთ იმით, რომ ჩვენ თუ თქვენგან წამოვა და თქვა დადებითი შეფასებები, კიდევ გავაგრძელებთ და უფრო პრაქტიკულ ნაწილსაც ვნახავთ შემდეგ. მე ვფიქრობ, იცი რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს და აქტუალებული ვარ და გახსოვს შენ ზუგდიდში 26 მაისს რო წავიღეთ, იქ გადაგვერია ხალხი, ესე იგი რა ქვია, საკუთარი ხელით როცა შევთავაზეთ ბავშვებს სუნამოების გაკეთება. და ისე იგი აკეთებდნენ ამ სუნამოებს, ერკვეოდენ იქ რა ნივთიერებების აღრევა ხდება და რაღაცა და ეს აქტივობები მე მგონი უნდა ვაჩვენოთ. კოლეგებო, შეკითხვები ხომ არა გარეთ? ახლა ჩვენი დრო ამოიწურა. ან რაღაცა სურვილი ამ მიმართულებით და ამ თემაზე შეიძლება რაღაც სხვა რაღაცებს მიუტრიალდეთ. იმიტომ ტექნოლოგიურ მხარეზეც მე მინდა რომ ვისაუბროთ მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებს რომ დაუკავშიროთ რაღაცები. ხო,
თუმცა ისე ვიძახი, რომ აი აქტივობების თვალსაზრისით, მაგალითად, სუნამოების გაკეთება კლასში, რაც მე მინახია. და ერთ-ერთ შეხვედრაზე მე გთხოვ, რომ შენ გვაჩვენო ის, როგორ კეთდება ეს აქტივობა, ძალიან სახალისო არის მასწავლებლებისათვის, როგორც დაწყებით კლასებში, ასევე მაღალ კლასებში და ქიმიის მასწავლებლებისათვის მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა არის რა. ნამდვილად. და თავისი კულტურული და ქიმიის პრაქტიკული სახეა. ისტორიებით, კი ბატონო. კარგი, რა ვიცი, აბა თუ შეკითხვები არ არის, მაშინ დავასრულოთ მაშინ ჩვენი ეს შეხვედრა. მადლობა შენ ამ თემის მომზადებისათვის და დღეს მაშინ დაგემშვიდობებით. მადლობა სულ ყველას, ვისაც აი არ დადაგების პერიოდში ვართ, მაგრამ მოიცალეთ და შემოხვედით და დაგვეხმარეთ და დაესწარით ამ ვებინარს და დაგვეხმარეთ ამის შექმნაში. დიმიტრი გისმენთ, შეკითხვა გქონდა, კაც. ხო, გამარჯობა ბატონ კახა, მოგესალმებით. მე ცოტა გვიან შემოგიერთი სამწუხაროდ, მაგრამ რაც ბოლო ნაწილი მოვისმინე, ძალიან მომეწონა. და ეხლა როგორც მათემატიკის პოზიციიდან ვისაუბრებ, ანუ რაღაც დავინახე უკვე კავშირები მათემატიკასთან და ეხლა თქვენ ისაუბრეთ და ძალიან კაი იქნება თუ მომავალ წელში აი რაღაცა ის ნაწილები, პროპორციები და ასე შემდეგ, აი ეს ასეთი ტიპის მასალასაც ჩადებთ, რომ მე შევძულო ასე ვთქვათ ამით გამყარება და გაკვეთილზე შეტანა. რაღაცა პროექტულ აქტივობებში. აქტუალური თემაა და რა. დიმიტრი, იმიტომ რომ აი მეც რაც მინახია, როცა დავითი აკეთებს და ბავშვები მუშაობენ და ქმნიან, საკუთარი ხელით ქმნიან სუნამოებს რა. და თვითონ ასე ვთქვათ, იღებენ გადაწყვეტილებას, აი როგორი სურნელი შექმნა, ხო? იქ მე მგონი ეს პროპორციები და ისინი დიახაცო აუცილებელი არის რა. და შეიძლება ამის დაკავშირება იმ ნაწილთან, წილადებთან, აი ხსნარების ნაწილებთან, როგორ შეიქმნას ეს სულ ყველაფერი. კარგი წინადადება არის, გეთახმები. მადლობა. ნამდვილად. კი, მოვამზადებთ, გავითვალისწინებთ აუცილებლად. კი ბატონო, ქალბატონია აუცილებლად შემოგთავაზებთ პრაქტიკულ ნაწილსაც, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შესავალი ნაწილი იყო და მე ერთი მეორეს დაუკავშირდება. ქალბატონო თამარ გისმენთ. მოგესალმებით, უსმენდი ძალიან საინტერესო იყო და მე ფიზიკის თვალსაზრისით მაინტერესებს. ჯერ კითხავთ ქიმიაზე, რომელი კლასისთვის შეიძლება გამოყენება, როგორ მოიაზრებთ ქიმიაში? მე-10 კლასი უკვე, ანუ ალბათ ხსნარები, კონცენტრაციები, სადაც ხდება უკვე გათვლები, ანგარიშებები. ასევე შეიძლება მე-9 კლასი, სადაც უკვე მოლებს სწავლობენ, ხო, ასეა? მოლები, მასური წილები და ასე შემდეგ. ფიზიკაზე მაინც განსაზღვრები ვფიქრე, მაგრამ უკვე მე-10 კლასი დაგვიანებულია მე-10-ს, ანუ ფიზიკა მაგაზრისით ვერ ჩაერთვება. კარგით, მადლობა. კეთილი. იცით რა არის, ქალბატონო თამარ? ესე იგი, და რომელ კლასს ფიქრობდით თქვენ ფიზიკაში? ნუ მასის განსაზღვრა მე-7 კლასშია და მე-7 კლასელების ეს მასალა განსაზღვრა არის მე-7 კლასში? იცით რა არის? მოდით ესე გეტყვით. მე როგორც ვიცი, ხსნარებზე საუბარი ჯერ კიდე ბუნების მეტყველებაში იწყება. კი, ხსნარებთან მიმართებაში, ნახეთ? და ჩვენ შეგვიძლია, მოდით იცით რა არის? თქვენ ახლა ძალიან პრაქტიკული კითხვა დასვით რა. აი დავით, მოდი რახანთან ჩვენ ერთ იმაში მუშაობთ, ხო? მოდი მოვიფიქროთ, ნახოთ, მათ შორის გავეცდოთ მე-7 კლასის სტანდარტებს და მეებს აი ამ პარალელებს, ხო, ქიმია ფიზიკასთან დაკავშირებით და მოდი მოვიფიქროთ, მაგალითად, აი მე-7 კლასში როგორ შეიძლება შევიტანოთ ეს ისე, რომ კავშირში იყოს როგორც ფიზიკის სწავლებასთან, ასევე ქიმიის სწავლებასთან, კარგი? ეს საინტერესო გამოწვევა იქნება რა. ბატონო, მადლობთ ქალბატონო თამარ და აი რაღაც ვიმუშავებთ და მოვიფიქრებთ და მერე განვიხილოთ. სიმკვრივეა მე-7 კლასში, მაგრამ სიმკვრივის თვალსაზრისით ეს თქვენი ქიმიიდან ვერა ალბათ. აი რაც ბატონო დიმამ ბრძანა პროცენტულად კი, მაგრამ აი მოვიფიქრებთ, აბა აი ოღონდ ვიმუშავებთ ამას, დავფიქრდებით და მოვიფიქრებთ. მადლობა. მადლობა. არქით, კიდე ხომ არ არის რამე შეკითხვა? კითხები თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია ნელ-ნელა დავტოვოთ მაშინ ჩვენი შეხვედრა და მეც ჩანაწერს გავთიშავ და დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ მადლობა. ნახვამდის, მადლობა. დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა.